არის საკმაოდ რთული ვითარება ფრონტზე. რთული ვითარება ზაპოროჟიეში, რთული ვითარება არის პოკროვსკ მირნოგრადის მიმართულებით და რთული ვითარება კუპიანსკთან. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია არის, რომ ზელენსკის კარტები არ აქვს და სხვა გამოსავალი მას არ აქვს და ჯობი ახლა დათანხმდეს, ვიდრე მერე მოუწევს უარეს პირობებზე დათანხმდეს. რუსეთის ეკონომიკური რობის გამოიფიდება, რუსეთის რესურსების რობის გამოიფიდება, ეგეც არ უნდა არის. შეიძლება ხვალ რუსეთს ჩამოიშალოთ. არც რუსეთი არა ისეთ მდგომარეობაში, რომ ომზე უარი თქვას და არც უკრაინა იმ მდგომარეობაში, რომ კაპიტულაცია დათანხმდეს. თავარი რაც არის, კიდე რასაც ამბობენ, რომ არ შეიძლება დამნაშავე დარჩეს აურჯელი და შენ დამნაშავეს და აგრესორს უთხრა, რომ ახლა ყველაფერს გაგიფორმებ და ასე დაასრულო. კი, ეგ გასაგებ კიდე მან ის მომენტია, რომ ევროკავშირის კარტანა უკვე ეს ამ ვითარებაში ეხლა თუ ეს ასე მოხდა როგორც ხდება, საქართველოს მდგომარეობა როგორი იქნება? ჩვენთვის რუსეთის გამარჯვება ძალიან გაართულებს მდგომარეობას. მათ შორის პატივცემული ქოცებისთვისაც გაართულებს ხალხო რუსეთის გამარჯვება. თუმცა ქოცები იწვია, რომ აი ხო ვამბობდნენ. მართლა როგორ არსებობს ქართველების ეს კატეგორია, რომლებსაც გინდათ, რომ რუსეთმა მოიგოს. რუსეთმა თუ მიაღწია უკრაინაში გამარჯვებას, ყველა ვარიანტში დარჩება ძალიან ბევრი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს მიხედოს, მათ შორის ჩვენთან და ქვეყანას კი. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაქი. დღეს გადაცემაში უკრაინის თემაზე ვისაუბრებთ. როგორც იცით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ვითარება კვლავ გართულდა. ტრამპმა კვლავ განაახლა ზეწოლა ზელენსკიზე, რომ მან მიიღოს სამშვიდობო გეგმა. თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს სამშვიდობო გეგმა კი არა კაპიტულაციის გეგმა. ამ გეგმის მიხედვით უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოზე, უნდა გაანახევროს შეერაღებული ძალები, დაუთმოს რუსეთს ტერიტორიები, ის ტერიტორიებიც კი, რომელიც რუსეთს ჯერ დაპყრობილი არ აქვს. სწორედ ამიტომ თქვა ზელენსკი, რომ დღეს უკრაინა რთული არჩევანის წინაშე დგას. ან უარი თქვას ღირსებაზე, ან დაკარგოს პარტნიორი. პარტნიორში იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან ამერიკა ამბობს, რომ შეწყვეტს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, შეწყვეტს სამხედრო დახმარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, უკრაინა რთულ ვითარებაშია და ასევე რთულია დღეს თქვა ზუსტად, როგორ დასრულდება მორიგის ზეწოლა უკრაინაზე. თუმცა დღეს გადაცემაში მაინც შევეცდებით მოკლედ შევაჯამოთ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება და ჩვენი სტუმარი იქნება დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი. მოგესალმებით ზურა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძირითადად ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ეს არის ახლა მთავარი ამბავი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი ბედის ფაქტობრივად ახლა უკრაინაში წყდება რთული ვითარება. იცის ხო უკვე ხალხმა რაშიც არის საქმე, ხდება ზეწოლა უკრაინაზე, რომ როგორმე დათანხმდეს ახალ სამშვიდობო გეგმას, რომელიც როგორც ყველა ამბობს, ფაქტობრივად კაპიტულაცია არის იგივე. ერთი სერია ასეთი ვნახეთ, მაშინ უკრაინა გადარჩა, ეხლა არ ვიცით რა იქნება. ეს გადაცემა იწერება შაბათს, ყოველწუთიერად იცვლება მოვლენები, ამიტომ ვამბობ ამას, გადის კვირას, მაგრამ მაინც ზოგადად რო შევაფასოთ დღეს არსებული ვითარება. ზოგადად რო შევაფასოთ რთული მდგომარეობა, მაგრამ რთული მდგომარეობა უკრაინაში სულ არის 2022 წლის თებერვლის ბოლოდან მოყოლებული. ეხლა რაც შეეხება ამ შაბათს კი არა, არც მომავალ შაბათს შეიძლება არანაირი სიცხადე არ იყოს, იმიტომ რომ თუნდაც ეს სამშვიდობო გეგმა, ეს არ არის პირველი სამშვიდობო გეგმა, რა მერამდენია. პირობითად რო ავიღოთ, იყო თებერვალში თეთრსახლში ცნობილი სკანდალი, იყო ანკორიჩი შეხვედრა, იყო უამრავი რაღაც გეგმები, მცდელობები, ბუდაპეშტში უნდა მოხდარიყო შეხვედრა, არ შედგა და შემდეგ. ანუ შენ თბილისიდან კი არა, ვაშინგტონიდან და კიევიდან ვერ იტყვი, რა იქნება ხვალ. დღევანდელი სიტუაცია არ განვიხილოთ, ანუ არის საკმაოდ რთული ვითარება ფრონტზე. რთული ვითარება ზაპოროჟიეში, რთული ვითარება არის პოკროვსკ მირნოგრადის მიმართულებით და რთული ვითარება კუპიანსკთან. მაგრამ ეს რთული ვითარება რაში გადაიზრდება სტრატეგიულ გარღვევაში. ხო, რუსები ანუ როგორა სავარაუდოდ, ისევ და სავარაუდოდ რატომ? იმიტომ რომ ეს საინფორმაციო წყაროები ერთმანეთს ეწინააღმდეგება რა. ნეიტრალურ საინფორმაციო წყაროებს კი არ აქვთ ნათელი სურათი. ყველაზე ზუსტი ალბათ, რაც ამ მომენტში შეიძლება ვთქვათ, რომ არის ორივე ქალაქში, როგორც პოკროვსკში, ასევე კუპიანსკში არის ძალიან დიდი რუხი ზონა, ეგრეთ წოდებული, რომელიც არც ერთ ხარის კონტროლ ქვეშ არ არის რა. ანუ პოკროვსკში შეიძლება იყოს
პირობითად რაღაც სტალინგრადის გავს სიტუაცია, როდესაც სამზარეულოში რუსები არიან და მისაღებ ოთახში უკრაინელები რა, ანუ შესაბამისად სურათი არ არის არანაირად ნათელი, ვერ იტყვი რა, რუსები სადაც აკეთებენ, ჩაარჭომენ ხოლმე დროშას, ფლაგავტიკ რუსულად ესე შეგვიძლია მოიხსენიოთ და შემდგომ უკრაინელები ჩამოხსნიან და არჭომენ თავიანთ დროშას, ეგ არ არის ქალაქზე კონტროლი რა და რთული ვითარება და ადრე თუ რთული ვითარება, მოდი შევთანხმდეთ, რომ რთული ვითარება და კი სავარაუდოდ მოუწევთ გამოსვლა პოკროვსკიდანაც, მირნოგრადიდანაც, სავარაუდოდ მოუწევთ გამოსვლა კუპიანსკიდანაც, მაგრამ აქ ომი უკვე მისულია გამოფიტვის ომის ფაზამდე. კაი ხანია თან რა, ანუ ინგლისურად რო ვთქვა, არის war of attrition რა და შესაბამისად გამოფიტვის დროს მნიშვნელოვანია, რომ რომელი მხარე გამოიფიტება. პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ ისე წააგო, რომ მოწინააღმდეგეს მის ტერიტორიაზე ფეხი არ დაუდგამს. რა, ანუ გერმანია დამარცხდა უბრალოდ კლასიკურ გამოფიტვის ომში, ანუ ქვეყანა დაიშალა, კაიზერი გაიქცა და ყველაფერი ისე რომ რავი ერთ ფრანგ, რუს თუ ნებისმიერ სხვა ჯარისკაცს არ დაუდგამს მის ტერიტორიაზე ფეხთან რუსეთი მანამდე საერთოდ გამოეთიშა ომს რევოლუციის და ასე შემდეგ გამო. ხო და აქედან გამომდინარე ხა გამოფიტვის ომში საუბარი იმაზე რომელიღაც ქალაქი დაიკარგა პირობითად მირნოგრადი ან პოკროვსკი არაფერს არ გაძლევს. სტრატეგიულ დონეზე რუსების არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ მათი მიზნები იმდან ამბიციური იყო თავიდანვე რა ეს რუსული ქალაქების დაბრუნება ეგრეთ წოდებული და კიევის სამ დღეში აღება რომ დნეპრზეც რომ გაიაროს ფრონტის ხაზმა და ახლა წარმოგიდგენთ არ თუ დნეპრზე ფრონტის ხაზის გასვლა რაღაც კრამატორსკ სლავიანსკის აღებაც კი საკმაოდ რთული და შორეული პერსპექტივა შეიძლება იყოს. მათთვის თუ იძულებული თუ არ აიძულეს უკრაინას ტერიტორიას გადასცეს და ახლა ამ დროს რამე დიდ წარმატებებს საუბარი გუშინ უსვენე პუტინს რა. აი პუტინის გამოსვლა გეგონებოდა რომ აი კიევი აიღეს ტიპებმა სამ დღეში და გაზმანოვმა კონცერტი ჩაატარა და ახლა რუსული ესე იგი წარმატება კიევის აღებიდან დავიდა მირნოგრადამდე და პოკროვსკამდე როგორ რაღაცა ესე თბილისის აღება რო გინდოდეს და აი რავი ოზურგეთის კი არა აი აცანას აღება რო გაასაღო რუსეთის პრეზიდენტმა დიდ მიღწევად ხო ეს ხო არასწორი არის არა რაღაც ძალიან მაღალი მიზნები გქონდეს და მე რაღაც პატარა მიზნის მიღწევაც კი თქვა რომ აუ რამაგარი რაღაცა გავაკეთე. მაგრამ ეხლა შეიძლება გამოვიდეს ისე რომ ამერიკის პრეზიდენტის დახმარებით მიაღწიოს მიზანს პუტინმა ხო რადგან ტრამპს ეჩქარება ნობელის პრემიის მიღება ხო არ ვიცი ისევ და ისევ არ არის პირველი სამშვიდობო გეგმა შესაბამისად შეიძლება არც იყოს უკანასკნელი სამშვიდობო გეგმა ყოველ დღე რაღაც ახალი ამბები ვრცელდება პლუს თავად ამ გეგმაში რაც არის დაწერილი ანუ უკრაინა აი პირობითად უკრაინა დათანხმდა ანუ ევროკავშირს როგორ და ვინ აიძულებს რომ პირობითად რუსული გაზი შეისყიდოს ან რუსული ნავთობი ისე შეისყიდოს როგორც ყიდულობდნენ ან აღადგინოს ის თავარი პუნქტები რო თქვა ამ გეგმაში რა არის ასე თქვა აი ისევ და ისევ მართლა გულწრფელად კი გიპასუხებ ამ კითხვას, მაგრამ არც ვერ ხედავ ამ გეგმების განხილვის უკვე იმდენად ბევრი გეგმა იყო რა. მაგალითად, გეგმაში თუ საუბარია უკრაინული არმიის შემცირებაზე. რა შემცირებაზე? ანუ შემცირებაზე ნატოზე უარის თქმა. ხო, აი ნატოზე უარის თქმა, რომელიც ომხრივი უნდა იყოს ტერიტორიაზე აღიარება. რომლებიც ჯერ დაპყრობილი არ არის. დაპყრობილი არ არის. მათ შორის კარგად გამოგრებულია სლავიანსკ კრამატორსკის აგლომერაცია რა და ეს ყველაფერი ხო აი ისევ და ისევ დაუშვათ თუნდაც უკრაინა დათანხმდა. უკრაინამ როგორ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობები აღდგება. აი რა შუაშია იქ უკრაინა, რა შუაშია უკრაინა იმასთან, რომ აი პოლონეთი მაგალითად აღადგენს რუსეთთან იმ დონის ურთიერთობას, რაც ჰქონდა. ან შეუძლებელია, ხო? პლუს რა წერია ამ გეგმაში? ხო, ჯარის შემცირებასაც შეეხება ისევ და ისევ 600,000-იანი ჯარი რომ დარჩეს კიდევაც უკრაინას თუნდაც 400,000 იყოს მეორე მხარესაა გაუგებარი რუსეთს რა ეკისრება რუსეთი თუ არაფერს არ ამცირებს რუსეთი თუ ჯარს პირიქით გააძლიერებს და უკრაინა იძულებული გახდება რომ თავისი ჯარის რიცხოვნობაც შეამციროს შეარაღების ნომენკლატურაც შეამციროს და საერთოდ ყველაფერზე ეს თქვა ხელი მოაწეროს ამ ფაქტიურ კაპიტულაციას მე რა ხდება ანუ 2 წელიწადში არ დაიწყებს რუსეთი ახალ ომს ხო ყველამ ვიცით რომ დაიწყებს როგორც გარანტიები
გდეევს რამე ამ პუნქტებში არა. უკრაინისთვის. თითქოს იქ საუბარი იყო რაღაცა ნატოს მსგავსი აი ზოგადად თითქოს საუბარი იყო, მაგრამ ისევ და ისევ რა. ანუ ეს ნატოს მსგავსი მეხუთე პუნქტი და 10 წელი რო იმოქმედებს და რომ ხარეები როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ეგ ყველაფერი რა, ანუ ქაღალდზე გაწერილი ეგ ყველაფერი არის, ნუ უკაცრავ ხო ბლაბლა რა, როგორც ადრე იტყოდნენ, ეგ პატეფონშია რა. ანუ თუ არ არის ძალიან მყარი გარანტიები და რომლებიც პირდაპირ შეიძლება მოიცავდეს ნეიტრალური ქვეყნების ჯარებს. უბრალოდ რაც უკრაინისთვის ნეიტრალურია, მაგალითად დიდი ბრიტანეთი, რა რუსეთიც არა ნეიტრალური. ამ შემთხვევაში გულისხმობ ქვეყნებს, რომლებიც ომში პირდაპირ არიან ჩარეული. ხო და ეხა რუსეთი ამ რაღაცებს ვერ დათანხმდება და უკრაინა რაღაცებს ვერ თანხმდება. ან უკრაინის დათანხმება ავტომატურად უდრის კაპიტულაციას. ამერიკის ამ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია არის, რომ ზელენსკის კარტები არ აქვს და სხვა გამოსავალი მას არ აქვს და ჯობი ახლა დათანხმდეს, ვიდრე მერე მოუწევს უარეს პირობებზე დათანხმება. რა არის იცი აი ხოთა შორის შეიძლება მართლაც ესე მოხდეს, რომ ზელენსკის მოუწევს უარეს პირობებზე დათანხმება. ეს არავინ იცის. მაგრამ ასევე არავინ არ იცის, როგორ გაუარესდება რუსების მდგომარეობა. შეიძლება რუსების მდგომარეობაც გაცილებით უფრო მეტად გაუარესდეს რა. ანუ ისევ და ისევ ეს არის გამოფიტვის ომი. კვდება უამრავი ადამიანი, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი, ნუ რა კი თავდასხმაშია, თავდასხმელი მხარე ომში, როგორც ყოველთვის მეც კარგავს და ან რუსეთის ეკონომიკა როდის გამოიფიტება, რუსეთის რესურსები როდის გამოიფიტება, ეგეც არ უნდა არის. ან შეიძლება ხვალ რუსებს ჩამოიშალოთ ფრონტი, მაგრამ ფრონტის ჩამოშლის საფრთხე მონდა ესე ვთქვათ, არც ერთ მხარეს არ არსებობს რა. ორივე მხარეს არის აი ეს რუსულად რო ვთქვათ, ვდავლევანია რა. აი ნელ-ნელა ვთქვათ, რუსები მიდიან, უკრაინელები გადიან, მაგრამ ამ დიდ მონდა ესე ვთქვათ, ხორცაკებში მდან ბევრი რუსი ცნადგურდება, რომ მობილიზაციის ის ტემპიც რაც მათ აქვს, რაღაც 25 ხო, მაგრამ მან თავარი ის რა არის, ხო, რომ აი პუტინის ფეხებზე კიდია რუსები რომ ნადგურდება, მაინც აყრის და აყრის ამ ხალხს. და ეს მობილიზაციასაც ახერხებს. კი ბატონო, ოღონდ ყოფილებას არ იზრდება რუსეთში. ხმას არავინ არ იღებს. კი, მაგრამ აქ არის რამდენი მომენტი. პირველი სამხედრო ხარჯები უკვე დაახლოებით 2026 წლის ბიუჯეტში ავა დაახლოებით 32%-ს გადააჭარბებს რა. თუ 38-ს ზუსტად არ მახსოვს რა. ანუ მათი სტაბილურობის ფონდი რაც იყო, ნულზე დავა ყველა ვარიანტში. ანუ უფრო და უფრო გაუჭირდებათ ეკონომიკურად რა და ეკონომიკა, ნუ ომის შემადგენელი ნაწილია, ხო? პლუს პუტინს კი არ აინტერესებს რომელიღაც დაუშვათ, რავი, ივანუშკას რომელიღაც ბურიატიული სოფლიდან რა მოუვა. პუტინს ბუნებრივია როგორც ადამიანს არ აინტერესებს, მაგრამ საიდან მოიტანს ამდენ მობილიზებულს, საიდან მოიტანს ამდენ, რავი, საზრბაზნე ხორცს რა, ეგრეც არ არის. ანუ ეს აინტერესებს რა, ამიტომ აინტერესებს, რომ განაიხა ადამიანი, უკეთესი ადამიანი გახდება და გული აუჩუყდება რა, მაგრამ ისევ და ისევ რა, ამხელა ომის წარმოება კიდევ ორი წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ აქვს დრო ზელენსკის რომ ორივე მხარეს აქვს დრო ჯერ კიდევ რა და არც ერთი მხარე არა, არც რუსეთი არა ისეთ მდგომარეობაში, რომ ომზე უარი თქვას და არც უკრაინა იმ მდგომარეობაში, რომ კაპიტულაციას დათანხმდეს. უკვე ალბათ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ეს ომი ალბათ რომელიმე მხარის უპირობო მარცხით შეიძლება დასრულდეს რა. მე პირადად შეთანხმების არ გიჯერა. მე არ მჯერა, შეიძლება მე თავს ვიკავებ ზოგადად ნებისმიერ პროგნოზებისაგან, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ შეთანხმებას ამ სახით ხელი მოეწერება. რა. ხო, მაგრამ რა შანსები აქვს ზელენსკის, რომ ეხაც დაუდგეს ისე როგორც თებერვალში დაუდგა. ხო, მაშინ ზელენსკიც უფრო მხნედ იყო და დღეს ეხა ისეთი განცხადება გააკეთა გუშინ, რომ ახლა უკვე არის დიდი ზეწოლა უკრაინაზე ის ამბობს, არის ეს არჩევანი ღირსებასა თუ კაპიტულაციას შორის და ასე შემდეგ. კი ბატონო, მესმის შენასაც ამბობ, მაგრამ თვითონ ზელენსკი რაღაც უფრო ვერ იყო ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ზელენსკი რატომაც ვერ იყო, შეიძლება ანუ ეს არ იყოს გამოწვეული მარტო დაუშვათ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლით და საერთოდ აი კორუფციული სკანდალით რაც ამაზეც მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ჯერ და ზელენსკის მონაწილეობა მან არსად არ ჩანს და 100 მილიონი რავი 100 მილიონიანი კორუფციის სკანდალი აგერ ქოცებმა გადააგორეს ძალიან მშვენი რომ 7 მილიონი ამოუყეს ღარიბას და რავი სად არის ხან ღარიბა ან სად არის ლილუაშვილი აშენდა ან უკრაინის მასშტაბებით 100 მილიონიანი სკანდალი მაგრამ ანუ იმიჯი დაარტყათ და მისი გუნდის წევრები აღმოჩნდნენ კი მისი გუნდის წევრები აღმოჩნდნენ მაგრამ მისი გუნდის იმდან საკვანძო წევრები არა ხო
იმიტომ რომ არ აღმოჩნდა თქვა გარეული ერმაკი. არა, აღმოჩნდა აი, ერმაკზე არის დიდი, ასე ვთქვათ, გავიგე, მაგრამ ნუ ასად არ ფიგურებს მან ერმაკია. იყო ორი მინისტრი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მინისტრებს ბოლომდე, მონდეს ჟარგონი გამოვიყავენ და გაწურავენ. ალბათ ბოლომდე დაიკისრებათ პასუხისმგებლობა და არის მინდიჩი, რომელიც თორსდები ისრაელში გაიქცა. ნუ საბოლოო ჯამში მგონია, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა დღესდღეობით უნდა მივაინჭოთ ორ ფაქტორს, ეს არის მდგომარეობა ფრონტის ხაზზე და რაზე წოლა იქნება ადმინისტრაციის მხრიდან ტრამპის და რას აკეთებს ევროპა. ანუ ისევ და ისევ. ფრონტის ხაზზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ამის თუ არის კიდე რამე დასამატებელი თქვი. ამერიკის ბერკეტები რა არის? ამბობს, რომ სადაზვერვო ინფორმაციას არ მოგცემ, შეერაღებას აღარ მოგცემ, ეს სერიოზული დარტყმა იქნება, ხო? კი, ეს იქნება სერიოზული დარტყმა, მაგრამ განხორციელდება თუ არა, არ ვიცით, იმიტომ რომ იყო მცირე პერიოდები, როდესაც ამერიკის მხრიდან შეზღუდული იყო როგორც სამხედრო დახმარების მიცემა, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის გაცემაც და რავი ხა, უკრაინა არ ჩამოშლა, არც ფრონტი არ ჩამოშლა რა. ხო და ვერ იტყვეს დარწმუნებით რა. ანუ იმასაც კი ვერ იტყვე, რომ ეს მოხდება აუცილებლად რა. ხო, აი მესმის ხო ვერაფერს ვერ იტყვი დღეს, იმიტომ რომ ტრამპი დღეს ერთ სამოს კი, ზუსტად აქედან გამომდინარე, ერთ დღეს ერთს კი უნდა, მეორე დღეს მეორე. ხო, მაგრამ ანუ ბევრი ამბობს, რომ ევროპას არ შეუძლია მაინც ჩანაცვლება ბოლომდე ამერიკის. არც ევროპას შეუძლია ამერიკის ჩანაცვლება, ვერც ამერიკა ჩაანაცვლებს ევროპას და ასე შემდეგ. ანუ ფრონტის თვალსაზრისით გულის. ხო, აი, ფრონტზე უყურე, ეხლაც კი რთული მდგომარეობა, ხო? ეხლაც კი. წარმოიდგინე რა მდგომარეობა შეიძლება იყოს, როდესაც თუნდაც მცირედი დახმარება მოაკლდება უკრაინას. ბუნებრივია ხა, სულელი უნდა იყოს, უნდა რო თქვა, რომ აუ უკეთესი იქნება, თქვა და ამერიკა რო საერთოდ გავიდეს ამ ომიდან რეგიონიდან, ამით ხა უკრაინის მდგომარეობა ნახდა არ გაუმჯობესდება. ეს ფაქტია, მაგრამ მე ეჭვის თვალით ვუყურებ ამას, რომ ამერიკა შეძლებს გავიდეს. იმიტომ რომ იყო ამ განცხადებებიც ეხა გაკეთდა რა, ბოლო 24 საათის განმავლობაში შორს რო არ წავიდეთ. ეს განცხადებები არ იყო მარტო ევროპელების, ანუ ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების და სენატორების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, ანუ იქ შიგნითაც ძალიან ისეთი სიტუაცია არეული, მოდი ასე ვთქვათ. ხო. კი ბატონო, ხო, ნუ მაგის იმედა თუ არც, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რა შეუძლია ევროპას კონკრეტულად, რომ დაუდგეს გვერდით ამ უკრაინას თუ ამერიკა გადაწყვეტს მაინც, რომ გავიდეს ამ თამაში. ევროპას მოუწევს ყველა ვარიანტში გაზარდოს თავის დახმარება, ამასთან ერთად ევროპას ძალიან უჭირდა ფულად სახსების მოძიება და ბელგიის დარწმუნება, რომ გამოყენებული ყოფილიყო გაყენული რუსული აქტივები. მან ნორვეგიის როლიცაა საინტერესო, ანუ ნორვეგიის სტაბილურობის ფონდი რამდენად შეიძლება ამ ყველაფერში ჩართული ყოფილიყო. ანუ მოგეხსენებათ ტრილიონიანი სტაბილურობის ფონდი აქვთ და შეიძლება სესხი გაეცათ ევროკავშირის გარანტიით თუ არ ცდები რა, მაგრამ როგორ რაღაცაა იცი რომ სამხედრო მხრივ ამერიკის შესაძლებლობით მით უმეტეს სადაზვერვო მონაცემების მიწოდების მხრივ ევროპა ვერ ჩაანაცვლოს. მან შეიძლება მხოლოდ არგუმენტებზე ვისაუბროთ და დარწმუნებას ტრამპის რა. როგორც მაშინ დაუდგა გვერდით მთელი პოლიტიკური სპექტრი. კი, როგორც ყველა ევროკავშირის ყველა ლიდერი იყო ჩასული, შეიძლება იგივე უბრალოდ ეხლა G20-ის სამიტია სამხრეთ აფრიკაში და ეგაა რომ ანუ მომენტია შერჩეული, როდესაც ეს ლიდერები ყველა ცალ-ცალკე არიან, მაგრამ ახლა არ არის ეს მე-17 საუკუნე და მან ცხენით არ უნდა გაუშვას შიგრიკი რა. და ეგ დაუკავშირდებიან როგორ ერთმანეთს. ხო, კი ბატონო. უკვე დაუკავშირდებიანიც არასწორია, დაუკავშირდნენ უკვე ერთმანეთს. ხო, ელაპარაკნენ განცხადება. ანუ ევროპა თავის პოზიციაზე დააფიქსირა, რომ უკრაინის გარეშე ეს პრობლემა ვერ გადაწყდება, ამ უკრაინა უნდა იყოს თანახმა და კაპიტულაცია არ ნიშნავს. კაპიტულაცია არ შეიძლება იყოს რაღაცა შეთანხმება. იცი რა არის, რომ უკრაინის კაპიტულაცია თავი რაც არის კიდე რასაც ამბობენ, რომ არ შეიძლება დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი და შენ დამნაშავის აგრესორს უთხრა, რომ ახლა ყველაფერს გაგიფორმებ და ასე დაასრულო. კი, ეგ გასაგებ კიდე მან ის მომენტია, რომ ევროკავშირის კართანაა უკვე ეს ომი რა და ეხა ანუ უკრაინის კაპიტულაცია ნიშნავს, რომ ხვალ ომის საფრთხე ემუქრება პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს რა. და ეს უკვე მათი ეგზისტენციალური საფრთხე, ანუ ხვალ შეიძლება, რავი, გდანსკის დათმობაზე იყოს საუბარი, ხა გდანსკი კი შორსაა რუსეთიდან, მაგრამ ვითომ 22-ში წერია, რომ აი რუსეთი იღებს ვალდებულებას, სხვა ქვეყნებს არ. რუსეთს ყველა ვალდებულება აღებული უკრაინის მიმართ, მათ შორის არა მარტო ბუდაპეშტის მემორანდუმით, ანუ რუსეთმა იყო ყველა საერთაშორისო ვალდებულება, ყველა სიტყვა მისცა და ყველა დაარღვია. რუსის სიტყვის ნდობა რა. ხო, კი ბატონო. ამ ვითარებაში ეხლა თუ ეს ასე მოხდა, როგორც ხდება, ბოლოს ამით მინდა რომ დავასრულოთ, ვიცი რომ ბევრი დრო არ გვაქვს. საქართველოს მდგომარეობა როგორი იქნება?
თუ ისე წავიდა ჩვენ მიცვალებულს რომ მივხედოთ ალბათ რა და ჩვენ მკვდარს. ანუ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ უკრაინაში ომი არ დასრულდეს რუსეთის გამარჯვებით. შეიძლება არც რუსეთის მარცხით დასრულდეს, მაგრამ ჩვენთვის რუსეთის გამარჯვება ძალიან გაართულებს მდგომარეობას. მათ შორის პატივცემული ქოცებისთვისაც გაართულებს ხალხო რუსეთის გამარჯვება. თუმცა ქოცები იტყვია რომ აი ხო ვამბობდით. ვიცი, მაგრამ ანუ მე ვიცი რომ მართლა როგორ არსებობს ქართველების ეს კატეგორია, რომლებსაც გინდათ რომ რუსეთმა მოიგოს. მე მესმის უკრაინას არ გულშემატკივრობდეთ და ბალევში ყოფდეთ, მაგრამ რუსეთის გამარჯვება რაჯანდაბად გინდათ. მაგრამ ეს თქვენ ყველას დაგაზარალებს, ეს თლიან ქვეყანას დააზარალებს. მაგრამ ეხლა ცოტა ისეთ ნეიტრალურ ჭრილშიც რო ვისაუბროთ რა, ანუ რუსეთმა თუ მიაღწია უკრაინაში გამარჯვებას, მით უმეტეს რაღაც სტრატეგიულ დონეზე თუ მიაღწია გამარჯვებას, ყველა ვარიანტში დარჩება ძალიან ბევრი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს მიხედოს, მათ შორის ჩვენთან და ქვეყანას, კი, მათ შორის საქართველოს და კიდე ერთი აი ძალიან არ მინდა რომ არასწორად გამიგონ, უბრალოდ ძალიან ცივად რო იფიქრო, ყველაზე მეტად საქართველომ იხეირა შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი. ნუ ჩინეთის შემდეგ, აი ძალიან იხეირა იმ ხელობები, ფული შემოვიდა, აგერ ვიღაცებმა 600 მილიონები აწიწეს, ვიღაცას $6 შეხვდა, ვიღაც, რავი, 6 მილიონი ამ შემდეგ, მაგრამ ასევე უკრაინიდან რუსეთიდან შემოვიდნენ, რავი, აიტიშნიკი იქნებოდა თუ უბრალოდ მდიდარი ტიპი იქნებოდა და ასე შემდეგ იხეირეს შავი ექსპორტითაც, რომ რაღაც ყირგიზეთში რო გადადეს. ხო და ბრძენიკაციაო ბიზნესი. არა, ბრძენიკაცია არაფერი შუაში არა, ანუ გეოგრაფიული მდებარეობა იყო. ჩვენ სომხეთმა, აზერბაიჯანმაც საკმაოდ რა, ანუ ყველა მეზობელმა სადაც გაიქცა რა, ჩერნოგორიამაც იხეირა რა. მოდი აი ეს ძალიან ცინიკურად რო ისა რა და ანუ საქართველოს ინტერესებში ანუ ამ ომის რუსეთის გამარჯვებით შეჩერება არანაირად არ არის და ანუ არც ერთი მხარის ინტერესებში საქართველოში რამდენი მხარეც არ უნდა იყოს რა იქნება ძალიან ცუდი რამე მაგრამ ეგ არ არის არც ევროპის ინტერესებში და მე არ მესმის როგორ მისცემენ საშუალებას რომ ესე გამარჯვებინა რუსებს ხო ანუ ერთადერთი ახლა იმედი ეგ არის რომ უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ამაზე დათანხმდეს ევროპა წარმოუდგენელია დათანხმდეს ევროპა წარმოუდგენელია დათანხმდეს უკრაინა მაგრამ მოდი მაინც თავი დავიღოთ და შეიძლება მოუწიოთ დათანხმება. აი, მართლა ვერ განსაზღვრავ, საბოლოო ჯამში მის რაღაც ხელის გადაგრეხვა და აი სად გაწყდება ეს ძაფი ვერ იტყვი. ხო, საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, მაგალითად პაპუაშვილი ამბობდა წინა დღეს, რომ აი ჩემს კაბინეტში იჯდაო ამერიკის ელჩი და მეუბნებოდა რომ ხარი აირჩიეთო. და რო აგვერჩიო მხარეო, ეხლა ჩვენც ომში ვიქნებთ, ამიტომ ვართ ბრძენი ხელისუფლებაო. არა, აი თავარი რა მომენტია, ეს რომ პაპუაშვილის სიტყვების სანამ სტენოგრამა არ მექნება, სანამ ვიდეო ჩანაწერი არ მექნება, სადაც ამერიკის ელჩი ამას ამბობს, პაპუაშვილის სიტყვებს რატომ უნდა ვენდო ადამიანის დღეს, რომელსაც ერთხელ მომატყუა, ორჯერ მომატყუა, ანუ მატყუარებს ენდობი? ხო, თუმცა შეიძლება არ იყოს თქვა ლოგიკის შუას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მხარის არჩევას აქ ლოგიკისგან შორსზე არა საუბარი. აქ საუბარია იმაზე, ვინ მელაპარაკება და ვინ ასმეონება. არიან ადამიანები, რომელთაც სიტყვაზე ვენდობი, იმიტომ რომ მათ ეს ნდობა დაიმსახურეს. არიან ადამიანები, რომელთაც სიტყვა კი არა, ხელმოწერილს არაფერს არ ვენდობი და ისევ და ისევ რა, როდესაც მე ვნახავ, რომ ეს არის რაღაც ვიდეოზე აღბეჭდილი და ამერიკის ელჩი ამას თავად ამბობს. აი ზოგადად რომ საქართველოს თქვათ მაშინ რაღაც უფრო მკვეთრი პოზიცია დაიჭირა და არა ისეთი როგორც ოცნებამ გააკეთა, ისინი ამბობენ რომ აი აღმოჩნდებოდით უფრო დიდ პრობლემაში. არავითარ აი ისევ და ისევ საქართველოს მაშინ რა პოზიციას დაიჭირა, ძალიან ადეკვატური პოზიცია იყო სხვა შორის, მაგაზე მე უცნობას არ გავაკრიტიკებ და არ ვაკრიტიკებ, ადეკვატური პოზიცია იყო და გაჩერდა მან ევროპას და ამერიკას. არავის არაფერი ჩვენგან არ მოუთხოვია ზამ მნიშვნელოვანი აღინიშნოს. მან გაჩერდა. მან მეტს არც მე ვითხოვდი, ვერც ვერანი ვერ მომთხოვდა, როგორც საქართველოს მოქალაქეს და მან ის პოზიცია გაიყინა ევროპამ და ამერიკამ ის პოზიცია მიიღო, არავინ ამათ არ მიწოლი, არავის ამათგან ომში. აი ელემენტარულად რა ჯუანშე ბურჭულაძე იყო თავდაცვის მინისტრი, რომელსაც მართლა არავის კარგი რა კორუფციით თავად დაიჭერეს თავდაცვის მინისტრი, რომელიც თურმე უნდა ჩართულიყო ომში. უკრაინის მხარეს. ანუ უკრაინელი რო ყოფილიყო, ვიტყოდი არა, თქვენ ჭირვეთ, თქვენ რუსეთის მხარეს ჩაერთეთ. აი რა. აი, აქ საუბარი ის არის, რომ ამათ დაიწყეს მერე თავდასხმა დასავლეთ. ხო და არა დასავლეთმა ამათ. ეგ არის, რომ ანუ
ესენი რაც საკეთებენ, ეს არის ტყუილები და ამ ყველა ტყუილს იყენებენ თავიანთ ინტერესებში და მათი ინტერესი არის ის, რომ ეს ქვეყანა მართონ დაუსრულებლად და ჰქონდეთ აბსოლუტური ძალაუფლება, რომ მე ასე ვთქვათ, იყონ ჩაფლული იმაში, რაც უყვართ, კორუფციაში. ანუ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ამაში მათ ხელს შეუწყობს, ხო, ასე გამოდის, თუ ასე კი, რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ამ კონკრეტულ ჯგუფს ხელს შეუწყობს, მაგრამ არა მათ ხარდამჭერებს. მათი ხარდამჭერები მაინც და მაინც დიდად მოიზეიმებთ ამას. უკრაინის საგებ არავის არ გვაწყობს. არავის, მართლა არავის. ანუ რა პოზიციაც არ უნდა გქონდეს, საბოლოო ჯამში არ გაწყობს რა. ანუ ამას ალბათ გვიან მიხვდებიან, მაგრამ საკუთარ ტყავზე მოუწევთ უკვე ამის გამოცდა რა. კი ბატონო, ხო, მოკლედ როგორც თქვით, არის რთული ვითარება, რთული არა, იმე პროგნოზი გააკეთო, ის ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის და ამიტომ აქსოლუტურად შევეცადეთ, რომ დღეს არსებული სიტუაცია აგვეხსნა. მადლობა ზურაშე, ვიცი რომ გეჩქარება. გაიხარა მე რა, კი ნახეთ. მადლობა.